მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ არც ხრება ნებათაღელვა რობიკა სტურუას დადგმულ გენიალურ ჭალებში, რა თქმა უნდა, შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელმაც ხალხს საერთოდ დაავიწყა შოთა რუსთაველი, ეფხისტყაოსანი, იმდენად გენიალური და იმდენად ძლიერი რეჟისორია, ეფხისტყაოსანზე და იმაზე, რა ქვია, შოთა რუსთაველზე ზედმეტია საუბარი. ერთი პოსტი დავწერე ჩემს გვერდზე და ამ პოსტს მრავალი კომენტარი ჰქონდა დართული, ძირითადად, რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა ქართველების აბსოლუტურად ნორმალური პასუხები იყო გაცემული, თუმცა არანორმალურებისიც იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ერთმა კომენტარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, კაცმა დაწერა, რომ ემასე რობიკო, ემასეო შეგაი კაცო, რაც მე მაქვს თავი ნაჭყლეტიო, რაც მე მაქვსო ნერვები ნაშლელიო და რაც მე თავი მირტყიაო ეფხისტყაოსნის შესწავლაზეო, ასე მარტივათო რომ ვინმეს გადმოეცაო, თუ როგორი გენიალური ყოფილაო შოთა შემოქმედებაო, ამდენს ხوار ვიწვალებდიო. გაიხარით ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, შვიდობა მოგცეთ მაღალმა ღმერთმა. და უამრავი კომენტარი იყო და მოკლედ მე ვაპირებდი საერთოდ ამ თემისთვის ერთი ლაივი მიმეძღვნა, დამედო პატივი ბატონი რობიკასთვის და მიმეძღვნა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეფხისტყაოსანი ჩემთვის და შოთა რუსთაველი სულ სხვა, ისე როგორც ყველა ნორმალური ქართველისთვის, სულ სხვა დატვირთვისაა და სულ სხვა დამოკიდებულება გამაჩნია ამ ყველაფერთან და ამიტომ ეს ორღობე ხალხი, როდესაც დაიწყებენ რაღაცას, ხო? იმ წუთში მახსენდება გენიალური შოთას შემოქმედება და აფორიზმები იქედან, მომენტები, რომელიც თურმე აი ბატონ რობიკოს თურმე ისე ეზიზღებოდა, თურმე ჭირის დღესავით ძულდა, თურმე აგერა ეს მისი განცხადება არის, მე ვეფხისტყაოსანიო მძულსო, იმიტომ რომ მან დაგღუპა ჩვენო და იქ ისე არისო აღწერილიო, რომ ჩვენო რეალობაშიო ესეთებიო არა ვართო რა, სხვა ხალხი ვართო. კი, ნამდვილად თქვენ სხვა ხალხი ხართ, ბატონო რობიკო, თქვენ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ბრძანდებით, თქვენ ქართველობასთან, საქართველოსთან, ქართველ ერთან, ქართულ კულტურასთან ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ გაკავშირებთ და თუ გაკავშირებთ, ეს აზიზღი და სიძულვილი. ნამდვილად არაფერი არ გაკავშირებთ, ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ბუტაფორია წითელი ინტელიგენციის შესაქმნელად, რომელსაც თავის დროზე კომუნისტები მეფის რუსეთის არისტოკრატიის ალტერნატივად ქმნიდნენ საბჭოთა სახელმწიფოში, თუმცა თავის დროზე უამრავი მართლა განათლებული ადამიანი იყო იქ და მაგრამ შენაირი ხორცმეტები უამრავი იქნა შემძრვალე, რატომ არ ელოდით ქალბატონო რობიკოსგან ამას, მე გამკვირვებია რას ხედავთ თქვენ რობიკოს სტურუას არსებობაში და მოღვაწეობაში ეროვნულს და ქართულს. ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა და შევარდნაძის უკანალში იყო თავით შემძრვალი ჯიჯილაგიანად, რატო ელოდით უკეთეს. ადამიანს, რომელსაც შეუძლია ილიას ესროლოს ტყვია, ადამიანს, რომელსაც შეუძლია ზვიადს ესროლოს ტყვია, რომელსაც შეუძლია იყოს მათი იდეების მოძულე, მტერი, როგორ შეიძლება ეს იყოს ქართველი ერის მოკეთე. ასეთები იყვნენ მენშევიკები
თავის დროზე როგორ ეზიზღებოდათ ილია, ასეთები იყვნენ ეს წითელი ინტელიგენცია და ეს დემოკრატები, უკნიდან განათლებული დემოკრატები, რომელსაც ეზიზღებოდათ ზვიადი. ამას ზვიადი უფრო იმის გამოც ეზიზღება, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას თუ ვინმეს არ აქვს წაკითხული, წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას გარჩევა ვეფხისტყაოსნის და ახკმა იმის, რაც ვერ გაუგია დღემდე რობიკოს და მისნაირ ტრაკიდან განათლებულებს, მე რა რო სიბერეშია. ამით დაიბადნენ ესენი ამ უკნიდან განათლებით, ესენი დაიბადნენ, უგუღმა ესმით ყველაფერი. წაიკითხეთ. იცით რა? მე დავკვირვები ერთ ძალიან მარტივ რაღაცას. საერთოდ თუ თქვენ გინდათ გაზარდოთ შვილი და მომავალი თაობა გაზარდოთ, ჯამრთელი ქართველი. ისტორიაზე მეტათაც კი, მას უნდა შეაყვაროთ და ასწავლოთ მშობლიური ენა და ლიტერატურა. ლიტერატურა განსაკუთრებით. იმიტომ რომ ზუსტად ვაჟაში, ზუსტად ილიაში, ზუსტად შოთაში და აი ამ კორიფეებში არის თავიდან ბოლომდე დაცული ქართული ეთნოცნობიერება და ეთნოფსიქიკა. შეუძლებელია გამორიცხულია, ჩემო კარგებო, რომ ასეთი უყოფილიყავით დღეს, როგორცაც რობიკა ამბობს და მისი დამპალიჯიში და ჯილაგი და ასეთ საზოგადოებაში დაწერილიყო ვეფხისტყაოსანი. ასეთ საზოგადოებაში უსქესო 65 გენდერიან, იმ ქვეყანაში სადაც სააკაშვილი აღმაშენებელია, იმ ქვეყანაში სადაც ეს 6 მეხუთისკაცი არის ბიძინა ივანაშვილი, იმ ქვეყანაში სადაც რა გითხრათ, ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ მეფის ორდენოსანი არის, იმ ქვეყანაში სადაც საპატიო თბილისელი არის კახიკალაძის მიერ დაჯილდოებული დემნა გვასალია, ისა სხვა ეს სადაც გენერალი არის კალანდაძე, სადაც ორ თვეში 3 ჩინს მოიმატებს, ქოცების ბერია, ეგრეთ წოდებული ბერია, ესა რა ქვია, ბერიასთან საერთოდ რა აქვს შეხება, ეს დინარაძე, ეს ბიონა. შეუძლებელია ასეთ ზნედაცემულ საზოგადოებაში ვერანაირად ვერ დაიწერება ვეფხისტყაოსანი. იმიტომ რომ ამ ყველაფერს წერალს შემოქმედს ჭირდება გარდა მისი ფანტაზიისა და მისი დაალაგებისა, ეს რაც გონებაში აქვს, მას აუცილებლად ჭირდება გარემო, რომელი გარემოც მისცემს მას საშუალებას. შეიძლება რაღაცა მუზამ რაღაცა მოგცეს გენერაცია გონების, მაგრამ თუ შენ არ იცი როგორია ურთიერთობები, თუ შენ არ იცი როგორი არის დამოკიდებულება მეფეს და მონას შორის, როგორი დამოკიდებულება არის დედოფალს და ამირალს ამ სპასალარს შორის, თუ შენ არ იცი ის რაც ვეფხისტყაოსანში არის აღწერილი თავიდან ბოლომდე და ეს არ არის მარტო სალიტერატურო შემოქმედება, ეს დაცული სიბრძნეა. ამას ყველაფერს ეზოთერიკები და ესენი კარგად განიხილავენ და ხსნიან, რომ იქ არის აღწერილი უამრავი მეცნიერული მოვლენა, უამრავი დღევანდელისთვის აუხსნელი მოვლენა, დევების საჭურველი ხმლები, რომლებიც რკინის მკვეთელი ხმლები იყვნენ, რომლებიც არ იკარებდნენ იმას, უამრავი ეზოთერიკა არის იქ. და როგორ იწყება? რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მისძლიერითა, ზეგარდმო არსნისული თაყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე ძალითა მისძლიერითა. აი პირველივე სტროფიდან იწყება უფლის სადიდებელი. უფლის სადიდებელში, რომელსაც ჩერგოლეიშვილი და ესენი LGBT დროშეს შემოიხვევენ და იძახიან, რომ აი გვაქვს უთვალავი ფერითა. მეც ვერაფერს ვერ გებულობენ. მეც ვერაფერს. როგორ გრძელდება? როგორ მიდის? ხო? ჰე, ღმერთო, ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე ძლევამეც, დათრგუნვაც მეს სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი. სიკვდიმდე წან სატანისა, ცოდვათა შენ სუბუქება მუნთანა წარ სატანისა. აი, ლოცვით იწყება. და აი კაცობრიობაზე, საერთოდ ადამიანის არ სამყაროს ქმნილებაზე არის. რამდენი რამეა დამარხული იქ.
ურთიერთობები არაბეთს და ინდოეთს შორის, ინდოეთს და ჩინეთს შორის, რატო უნდათ რომ მაგალითად ინდუსებს უნდათ ამ ყველაფრის ფილმად გადაღება? ინდოელებს რატო უნდათ ბოლივუდს, რატო უნდათ ჯერ კიდე 60-იან თუ 70-იან წლებში როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ იქ ურთიერთობები არის აღწერილი ინდოეთის მეფის და ხატაეთი ჩინეთია. წაშეები ხატაეთსად, ავი კაცად მომაჩვენი, საიდან ქონდა ამ ადამიანს ეს ცოდნა? რა თქმა უნდა შეეზიზღება. რა თქმა უნდა რობერტო სტუროას ნაირ ბჭყალებში ქართველი თუა საკითხავია. მე ეჭვმეპარება ალბათ ესეთი გადაცმული ქართველია, როგორი გადაცმული ქართველებიც ზოგადად გავსებულია. ამიტომ ეზიზღება. და რა არის? აი რატო დავიწყე ეს ყველაფერი? დააკვირდით თქვენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ყველა, ვინც გენეტიკურად ქართველი ერის და საქართველოს და ქართული კულტურის მტერია, მათი გენეტიკა იმდენად მოწამლულია, რომ ვერანაირად ვერ ღებულობენ ქართულ ლიტერატურას. გაგახსენებთ ელემენტარულად, ხო? ამას ეზიზღება, ხო? ელემენტარულს გეტყვით, გადახედეთ, ეს ბუღაძეები, ეს რა ქვია, დეისაძეები, ეს მთელი საბიონაგავეთი რა, ვინც არის, ხო? აი სააკაშვილის თამადობით. ამდენ რამეს ხლავდა სააკაშვილი, დაზეპირებული ქონდა. ერთ ქართულ ლექსს ვერ ათქმევიებდი. ერთ ვერ იტყოდა. იმიტომ რომ გენეტიკურად ეზიზღებოდა საქართველოს და ქართველებს და ერთ ქართულ ლექსს ვერ ათქმევიებდი. გახსოვთ? მუხრან მაჭავარიანის ლექსს რო ცდილობდა წაეკითხა და 20 ჯერ შეეშალა. თუ გახსოვთ? ვეფხისტყაოსნის გამეფების ხო თინათინის გამეფება არის, როგორ იწყება? იყო არაბეთს როსტევან მეფე, ღვთისაგან სვიანი, მაღალი უხვი, დაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი. აი, ამას გახსოვთ რომ ეს ვერ წაიკითხა ადამიანმა? დაწერილი ვერ წაიკითხა, ხო ლექსი საერთოდ წაკითხვაა კაცო, მაგრამ დაწერილი ვერ წაიკითხა ადამიანმა. უხლაშ ყმიანი და ბოლოში ნაგლად დაყოლა, ასე ვიცით ყველა მზეპირად. ეს არის ელემენტარული რაღაცეები, რაშიც ქართული გენეტიკა ჩანს. ამ ყველაფრის მიმართ გამოწვეული ზიზღი, სიძულვილი, ბუნებრივად, აი როგორ გითხრათ, იცით? იმდენად ორგანულია და იმდენად ბუნებრივად ძალიან პოპულარული არის მაგალითად ინტერნეტში გავრცელებული ერთი მომენტი, როდესაც მთვრალ ქართველებს ტაქსი მძღოლები არიან, მე მგონი ჭუბი მოვად და ტიპი ეუბნება, შენი თესლო კაცო, შენ რა თქვი, შენ ვაჟშაველაზეო და გაჭედილი აქვს იმ თვალის და ჭუბი მოდი. აი ის ქართველი გირჩევნოდეთ ხალხო, აი ამათ აღებულ, აი ამათ მთლიანად აღებულ, დაწყებული ივანაშვილით, დამთავრებული იმითი რა ქვია, სტურუათი, მთლიანად აი ნაц ქოცურ ამ ინტელიგენციას, აი ამ ბიონაგავს. იმიტომ რომ იმას ნერვი, სისხლი, გენეტიკა ქართული გააჩნია და რაღაცაში ისე გამოკრავს, რომ აი გულზე მოხდება. ივანიშვილი შეხედეთ, როგორი უემოციოდ უყურებს ამ ყველაფერს. ილიას ნათქვამს, კაცი 9 ჯერ იხსენებს, იმეორებს და იმდენჯერ მოდის შეცდომა. ტიპი ვერ ასდროს, ვერ ახსენებს ზვიად გამსახურდეს და თუ ახსენებს, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში. რომ თურმე მანერები არ ქონია, უნარი არ ქონია და რაღაცას დაწერილს თუ რამეს ათქმევებენ მერაბ კოსტავასი. როგორ თქვა კობახიძემ? მე როგორ ბუნებრივად თქვა? მე არ ვიციო, რა არისო? ეროვნული ცნობიერებაო და საშიშადაც მიმაჩნიაო. ახლა იმდენად სიბრიყვე წამოროშა. ჯობდა რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ იმდენად ორგანული იყო. მართლა არ იცის, მართლა ვერ ხვდება. ვერც თვითონ და ვერც დამპალი მამამისი. იმიტომ რომ როგორც რობერტ სტურუა ესროდა ტყვიას,
ეროვნულ ხელისუფლებას. ისე ესროდა კობახიძის მამაც ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას. და ეკალზე ვარდი არ ამოდის. ამიტომ არიან ესენი ერთი დიდი ჩამოყალიბებული დამპალი, ეს სოროსული ფალოსით გაკეთებული ერთი მამის ტყუპი ძმები. და ამიტომ ხარჯავ ახლა აი ამ დროს, რომ ჯერ ახლა ვეფხისტყაოსანთან მიმართებაში ისტორიულად იყო არსებობდა ესეთ დამოკიდებულება, სიძვის წიგნს ეძახდნენ ზოგ-ზოგიერთი სასულიერო პირები რაღაც პერიოდის მანძილზე და წვალდნენ კიდეც. ეს მტრების შემოგდებული იყო ეს ყველაფერი და ალბათ იყვნენ ისეთები, მაშინაც დაცემული საქართველო იყო. მაშინაც ზნეობრივად დაცემული იყო, მაშინაც სახელმწიფოებრიობა დაკარგული საქართველო იყო და მაშინაც ებრძოდნენ. და სხვათა შორის ღმერთის სახელით და თურმე ქრისტე არაა ნახსენები იქ და ქრისტიანობა არაა ნახსენები და 1000 ბოდვა. და მაშინდელი რობიკასტურუები და მაშინდელი ეს ხალხი იყვნენ. აი ეს ჯაღმაიძეები და ეს ახლა ყანდურები ამ შიოს, რასაც ხედავთ. დღესაც აი ეს ჩათლახები დაგვირდით ერთ რაღაცას, ამათ ყველას ერთნაირი კალკილებული ხელწერა აქვს, ერთი მეორეს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ამათმა თავისი თავი არ გამოავლინონ და ერთი აქსიომა დაიმახსოვრეთ. აი აქსიომა მინდა გითხრათ რა, რომელიც პოლიტიკაში ძალიან იშვიათი არის. რაღაცა აქსიომები, ну აქსიომა არის მაგალითად ისეთი, რომ ერების ცხოვრების ბედს განაპირობებს გეოგრაფია, ეს აქსიომა არის, რომ პოლიტიკას არ გააჩნია გული და ესეთი რაღაცები არის. აქსიომა ისე არის, ის არ იცვლება. იშვიათი გამონაკლისები გააჩნია ეს დოგმა რა პოლიტიკის. და ერთ დოგმას გაგიმხელთ და გეტყვით, რა ვიცი, ნორმალური ადამიანი ამას დაკვირვებულია. ხალხმა, რომლებმაც ეროვნულ ხელისუფლებას ტყვია ესროლეს, ისე არ შეიცვალენ და ისე არ ჩავიდნენ ბოლომდე საქართველოს და ქართული კულტურის მტრები დარჩნენ. ბოლომდე. აი ეს იყო ბუნებრივი ზიზღი. და ვინც მაშინ ეროვნულ ხელისუფლებას ტყვია ესროლა და ვინც მაშინ ზვიადგამსახურდიას გაუდგა და ტყვია ესროლა, აბსოლუტურად ყველამ გამოავლინა თავის თავი და მათ შორის აი ამ დამპალმა. და ყველა ამ დამპალმა გამოავლინა თავი აბსოლუტურად ისეთ საჭირო მომენტებში, როდესაც მარტივად გასარჩევი იყო, ხო, ან LGBT საქართველო, ან ნორმალური საქართველო, ან პუჩისტების საქართველო, ან ეროვნული საქართველო. ეს ამათმა აბსოლუტურად ყოველთვის გამოავლინეს თავი, ამიტომ ეს არის აქსიომა. იცოდეთ, რომ მაშინ ვინც ეროვნულ ხელისუფლებას ტყვია ესროლა და წინააღმდეგ წავიდა, აბსოლუტურად ყველა არჩევის გარეშე იყო იშვიათი გამონაკლისი იყო მაგალითად ნოდარ ნათაძე, რომელსაც სულ სხვა რაღაცის გამოქონდა, იდეების გამოქონდა ზვიათთან ნამდვილად დაპირისპირება და ამან დააბრმავა უბრალოდ, მაგრამ იმან აღიარა და თქვა, რომ მე სასოცხლებელი არა ვარ, მე ეს არ მეპატიება, მე უპატიებელი შეცდომა დავუშვი და მე ტყვია უნდა დავიჭედო შუბლში და უნდა თუმცა ჯერ მაგ რაღაცა რომ ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო, ჩემი ერისთვის რაღაცა შევქმნა და მე როდესაც სრულიად რესურსს ამოწურავ, მე როგორც ძველი ოფიცრის კოდექსი ამბობდა, რომ ტყვია დაიჭედე შუბლში და ამით გაასწორე შენი დაშვებული ცხოვრებისეული შეცდომა, იგივე სამურაის კოდექსი, ხარაკირის გაკეთება, გააკეთე ეს ყველაფერი და მოკვდი. დანარჩენმა აი ამათი თამადობით აბსოლუტურად სუყველამ ბოლოში აი საფლავში რომ მიდიან ეს დედამოტყნულები რა ახლა რობერტო სტურამ დიდი მე არავის სიცოცხლეს არ ვითვლი, მაგრამ ბიოლოგიური ელემენტიდან გამომდინარე რომ შეხედო დიდი 4-5 წელიწადი იცოცხლოს, ხო? საფლავში მიდის იმის მაგივრად რომ ნანობდეს რაც გააკეთა ქართველი ერის მიმართ, საქართველოს მიმართ. არა, ბოლოშიც იმიტომ ასეთი დედამოტყნული იყო ყოველთვის. აი ესეთი ბოზიშვილი იყო ყოველთვის. ჩვეულებრივი მედროვე იყო. ჩვეულებრივი ჩათლახი იყო, რომელსაც შეუქმნეს ლეგენდების, თქვენ გონიათ მართლა მისი დადგმული და დაწერილი არის, გენიოსი შეიძლება ერთ დროს ქმნიდეს გენიალურ შემოქმედებას და მეორე დროებაში ვერ ქმნიდეს. რა შექმნა გენიალური თანამედროვე პერიოდში? აი ეს შექმნა. იმიტომ ახლა არ უწერს კგბ სცენარებს. ახლა არ აწვდიან გამზადებულ
გამზადებული ინსტრუქციებს, რომ რობერტო ასე გააკეთე, რომ შენგან შევქმნათ ჩვენ ხელოვნური გმირი, რომელიც მე გამოგვადგები, როცა დაჭირდები. არა, ეხლა უკვე გუშინდელი დღეა, ჩამავალი მზე არის, ხო და არ უნდა თავი აგრძნობიოს, რომ მოქნეული პრეზერვატივითაა. მე ამ სიტყვებით იმიტომ საუბრობ, რომ ამათმა ისეთ რაღაცას მიაყენეს შეურაცხყოფა, კი მართალია, დანდილობიანი ლაპარაკი არ მჩვევია. ისევ და ისევ გამომდინარე ამ ადამიანების მიმართ, რაც ამათმა ჩემ ქვეყანას გაუკეთეს და რაც ჩემ ერს გაუკეთეს, შეუძლებელია ამათ მე ველაპარაკო ჰაგიოგრაფიული ენით ვესაუბრო და ბატონობით ვესაუბრო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცუდი არ უწოდე, კარგ სახელად რა დავარქვა, მე არ ვიცი, ამიტომ ეს ზედმეტი ინტელიგენტური და ზდილობისკენ მოწოდებების ადამიანებმა შეგიძლიათ თავი შეიკავოთ და ახვიოთ აქედან, იმიტომ რომ თქვენთვისაც ისე ფეხებზე დასაკიდებელი არის ვეფხისტყაოსანი, როგორი ფეხებზე დასაკიდებელი არის რობიკოს ტურუესთვის. გადახედეთ ამ გენიალურ შემოქმედებას. უცხო ადამიანები, უცხო ერების წარმომადგენლები როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? რანაირად ექცეოდნენ? აიხეთ ელემენტარული ზიჩი, უნგრელი მხატვარი, რომელიც ჩამოვიდა ფეხდაფეხ მოიარა საქართველო, შექმნა რუსთაველის განსაკუთრებით ზესტაფონის რაიონში მუშაობდა, იმიტომ რომ მისი ფანტაზიის ამბით იქ იყო შემორჩენილი იმ ადამიანების სახეები, რომლებსაც ის ხედავდა ვეფხისტყაოსანში. შექმნა ეს ყველაფერი ილუსტრაცია გააკეთა, გამოაგზავნა და დააწერა. მოეპყარით ამ წიგნს ისე, როგორც საქართველოში ეპყრობიან ქალს. როგორი დამოკიდებულებები არსებობს ხალხმა, რომლებმაც ორიგინალში კი არ წაიკითხეს, ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი წაიკითხეს. ეხლა კი შეიძლება კარგი თარგმანი იყოს, მაგრამ ახლა ცოტა ძნელია ქართული ენის და ისიც შოთასეული ენის ზუსტად ისი აღქმა როგორც არის, მაგრამ როგორი დამოკიდებულებები აქვთ ვეფხისტყაოსნის მიმართ სხვა ერებს? ამათ რამ შეაძულათ ამ დედამოწყნულებს? ამათ რამ შეაზიზღათ? ესე იგი, მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების შემდეგ, როდესაც მშვიდობის ზავი იქნა დადებული გერმანიას და საბჭოთა კავშირს შორის, პატივსაცემად ჰიტლერმა ტევტონთა ორდენის, გერმანული ტევტონთა ორდენის დაწვრთობი ხანჯალი გამოუგზავნა როგორც კავკასიელ კაცს საჩუქრად. კავკასიელებს ხანჯლები გვიყვარს და იარაღი გვიყვარს. სტალინმა საპასუხოდ გაუგზავნა ვეფხისტყაოსანი. და გააკეთა ესეთი წარწერა. კარგად ხვდებოდა იმ სადრე თუ გვიან რასაც ჩაიდენდა და ამ წიგნშიო ისეთი მეგობრობის ისტორიის შესახებ არისო მოთხრობილიო, რომ ტევტონთა ნაჭედი ხანჯალიც კიო ვერ გაჭრის მათ მეგობრობას. რამდენ რამეში იყო, ხო? აი, როგორ უყურებდნენ ქართულ ბიბლიას უწოდებდნენ და ქალი რო თხოვდებოდა ვეფხისტყაოსანს ატნევდნენ და ასე შემდეგ და გარჩევები ხდებოდა, აღქმა ხდებოდა. ამით ახლა ეს ბიონაგავი ცხონებული ზვიად გამსახურდიას მტრობას და იმას ახდენს, იმიტომ რომ ზვიადის გარჩეული ვეფხისტყაოსანი და ზვიადის დანახული საქართველო ამათთვის კატასტროფაა და იმიტომ რომ ამათ არავის არ შეუძლია არათუ ამათ ტარიელობა, ავთანდილობა, ფრიდონობა, ესეთი რამე კი არა. ამათ ელემენტარული როგორ გითხრათ, აი ავთანდილი რომ მიდის ტარიელის საძებნად და მონა რომ იყვება. მონა რო ყავს და ისიც რო ტირის. აი მონის ფუნქციის შესრულება არ შეუძლიათ. ამათ უბრალოდ უხსახ მორჩილობს ყოველი იგიცა ვინ ორგულია. ვინც მანამდე კაკებე უხდი და ბედნიერი იყო, მერე შევარდნაძე უხდი და ბედნიერი იყო, მერე ახლა ბიძინა უხდის და ბედნიერი, ამიტომ უხს ემორჩილებიან, ხოლო ამათ ადამიანობა არ გააჩნიათ.
იმიტომ მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, იცი? მთვარეს ახლა რობერტო სტურუას და ამ ბიუნაგავის მტრობა ვეფხისტყაოსნის და შოთას მიმართ იგივეა მთვარესა 9-მა ვარსკვლავმა ვითარცა კადრამტერობაო და არ ვიცი, აი სიმართლე გითხრათ, აი რა უნდა ელაპარაკო? მე უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა, იცით? აი ნაღდათ აი ამ ყველაფერს გადავხედე და კატასტროფაა ხალხო. კატასტროფა არის. აი რაში არის კატასტროფა, იცით? ყველა ნორმალურ ქვეყანაში ახლა ნორმალურად მინდა ვთქვა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში კულტურის მინისტრი, აი ეს რო კულტურის მინისტრი ყავს, აი ეს ბიოლოგიური ნაგავი, რა თქმა უნდა, უკულტურო კულტურის მინისტრი, აი ეს ბიოლოგიური ნაგავი. დიახ, მდედრო თინათინ. თან თინათინი მაინც არ ერქვა ამ ყლეკალას ამას მართლა რა. თინათინ. ნორმალურ ქვეყანაში ტრაქში ამოგარტყამდნენ პანჩურს. მინისტრობიდან კი არა. საერთოდ საზოგადოებაში არ იქნებოდა ცხვირი გამოსაყობი არჩენდა არც რობერტო სტურუას. აღარაფერს ვამბობ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად იაპონია, რომ იაპონური კულტურისთვის მიგეყენებიათ ესეთი შეურაცხყოფა იაპონელს, იმას იაკუზა არ აცოცხლებდა. ხო, ამიტომ მესმის რომ თქვენ გეზიზღებათ ეს ყველაფერი, მაგრამ ხმა მაინც ჩაიგდე შენი დებილი დედას შევეცი, მე შეყლეკალა და შენი მომთრევის დედა მოვტყან და რომელ კულტურის მინისტრობაზე უნდა ილაპარაკო და რა კულტურა უნდა კონდეს რა, მონას რა კულტურა უნდა კონდეს. რა? მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, მე გადავხედე ამის ბიოგრაფიას და დააკვირდით აი აქ ამ სირქალას. ამას დაგვირდით რა წერია. თურმე 99 წელს ყოფილა TBC TV-ს გენერალური პროდიუსერი. და ეს ძალიან ღრმა რო გადახედავს, რა ბიოგრაფია ბევრ რაღაცას გეუბნება, იქ კიდე სხვა ბევრი რაღაცებიცა ეთყობა ამ ქალბატონს უკნიდან განათლება, როგორც რობერტო სტურუას დაბადებიდან აქვს მიღებული. და ახლა ხალხი რომლებიც ეს საბას და ამ იმის რა ქვია TBC-ს შოუს ხაზარაძის კიკუები იყვნენ, რა თქმა უნდა, ახლა მათგან არაფერი არ უნდა გიკვირდეს. და აი აქედან არის წარმოშობილი და აი აქედან არის ამ წიაღში არის აღმოცენებული, ამიტომ ასეთი კულტურის ეგრეთ წოდებული მინისტრისგან ამას ახლა სიმართლე გითხრათ ჯობდა დეისაც დაენიშნათ პირდაპირ კულტურის მინისტრად, ან ის დაენიშნათ, რა ქვია, გვარია ბურჭულაძე და ან თვითონ პირდაპირ ის მამაშვილი ბუღაძეები დაენიშნათ, მაგრამ აი ახლა ეს მაინც ყვიროდა და ესეთი დანიშნეს, ესეთი უკნიდან განათლებული ქალბატონი დანიშნეს და ნუ ახლა ესეთი კულტურის მინისტრიდან რას უნდა ელოდე? არაფერს არ უნდა ელოდე კარგს. ესე ხდება და აი ესეთ ყლეკალას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არც ბოდიშს ვიხდი საზოგადოებასთან რა ჩემი იმდენადა ვარ ახლა იმდენჯერა ვარ შეურაცხყოფილი და როგორც ქართველი და იმდენჯერა მაქვს შეურაცხყოფა მიღებული ამ ხალხიდან არანაირად აღარ ვერიდები უკვე არავისთან აღარ ვიხდი ბოდიშს რა კარგი იქნებოდა ჩემი ლექსიკონით საუბრობდეს მთელი საქართველო ამათ მიმართ. აი ესეთ ყლეკალას მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ყლეკაცა დანიშნავდა მინისტრად, რომელმაც ეროვნული ცნობიერება არ იცოდა. ხო, ახლა სააკაშვილი დანიშნავდა თავის დროზე, აბარა ახლა ნაცი და ქოცი ერთი ტრაგიდან გამომძვრალი არანდა და იმ სააკაშვილის ივანაშვილი აფინანსებდა და ახლა რაზეა ლაპარაკი. აი ეს რომელმაც ეროვნული ცნობიერება არ იცის და აი ეს მინისტრი რომელიც ყავს. რა თქმა უნდა, ხალხმა არ იციან ეროვნული ცნობიერება რა არის და უფრო მეტი სასიშათიც მიაჩნიათ და ეზიზღება კიდეც და ეს დედამოტყნული ხალხი გამოვლიან ეს ბიზინა მადიდებლებიდან სამება აგიშენა მეცენატია აი ესეთი ნაგავი ხალხი შეინახა ბიზინა ივანაშვილმა თუ არა ღირსეული ადამიანებისთვის ვინც გაჭირვებაში ჩავარდა 90-იან წლებში მათთვის ხელი არ გაუმართია არაფერზე აი ესეთი ბიონაგავი შეინახა იმიტომ რომ როდესაც მოვიდოდა თვითონ მე აი ესეთი მაქებარი და მეხოტბეები ჭირდებოდა იმას
აი ეს არის ეროვნული ცნობიერების უცოდინარი პრემიერ-მინისტრი და ეს არის ეს კულტურის ეგრეთ წოდებული მინისტრი. მე მისი არსებობაც არ ვიცოდი რომ მითხეს კულტურის მინისტრიო, არ ვიცი მეთქი. და ახლა დააგვირდით სხვათა შორის რა მინდა გითხრათ. ხო, ვის მოსწონს რობიკა სტურუა? აი ამ ყლექალას, რომელიც ჩემი ცოლის დაქალებს იღებს, რომელთაც ცნობილი. ახლა ქეთუშა დევდარიანი მიავიცერი შენთვის, შენაიცერი ჩემთვის. ახლა ესეთ ყლექალას რა თქმა უნდა, ესეთი ყლეკაცა მოეწონება, როგორც არის რობერტ სტურუა. ხო და თან ნათესავი ყოფილა. კი თქვენ ხორცით რო არ იყოთ ნათესავი, სულით ნათესავი ხართ, თქვენი სული და გული მოვთხრან დიდიან პატარიანად, მაგრამ მე რა მიკვირს, იცი კომუნისტების წინააღმდეგია თქვენი ეს საჩუცდუეთი და ეს რობიკო სტურუა არის, რომელიც პირწავარდნილი ჯერ კიდე გაგანია კომუნიზმში მოუწოდებდა ხალხს კომპარტიის მხარდაჭერაზე. და ეს წითელი და ცისფერი ინტელიგენცია როგორ ზავდებით ერთ ჩუცდუელები და კომუნისტები ერთმანეთში როგორ იდეური თანხმად თუ რადგან შენ ნაცსავია ქეთო, იმიტომ ეს რა ქვია, იმიტომ შეიძლება ეს ყველაფერი. და დააკვირდით აი ამათ ხო აი რისი ჩვენება მინდოდა ეხლავე გეტყვით. ხო, ამათ მოწონთ, აი ასეთებს მოწონთ, აი ასეც მოწონს, აი ასეც. რუსკაია მაყაშვილს ტრაკის ხნევით რო აქ მიღწეული ეს ყველაფერი. აგერ მოიცად ერთი წუთი კიდე სად იყო? აი მაგალითად ეს კოცებს მოუწონთ, რაც მთავარია, კოცები რომლებიც კულტურის და იმისი მათ გვევლინებიან, როგორც ქართული კულტურის მოამაგე ბიძინათი და ბიძინისტები. ბიძინისტობა ხო ეგრევე ქართული კულტურის ექვთიმობას ნიშნავს. ასეთ ყლექალებს და ასეთ ყლეკაცებს, რომლებსაც დღე-დაღამი აბოდებთ ეს გენიოსია თურმე და დაგვირდით თვითონ აი მე აუღიათ ეს სხვათა შორის ეს პოსტები და აი დაგვირდით თვითონ ქართული ოცნების ოფიციალურ გვერდებს, ოფიციალურ გვერდს, რომელიც ვეფხისტყაოს ანს, როგორ გენიალურ შემოქმედებად თავაზობს მას რა ქვია ქართულ საზოგადოებას. აი ესეთი ბიოლოგიური ნაგავი კიდე გაჩვენებთ აი როგორი ამაყები არიან კოცები, რომ ყავთ აი ესეთი ეს რა ქვია რობიკა ესეთი კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამწუხაროდ ეგ რეალობა გვაქვს მიღებული საქართველოში, თუმცა აქ საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. ესე იგი, ჩემი პოსტის სათაურად გამოვიყენე ნაწყვეტი ვეფხისტყაოსნიდან, სადაც შოთა რუსთაველი ამბობს ესეთ რაღაცას. კაც დაღუპავს უგულოგბა და დიაცსა ბოზი ნაცი. ხო. დიაცსა ბოზი ნაცი. და ყველაზე დიდი ის რა არის, იცი, ახლა ეს პრობლემა, ნაცები ხო ამას პოლიტიკურად იყენებენ და მე მეუბნებიან, რომ აი რობიკა ხო თავის დროზე მიშამ გაგდო და ჩარეცხა და ეს, მაგრამ შეხედეთ ახლა ამათ უციგნურობას დააგვირდით. ეს მონაკვეთი გამოვიყენე და შემოვარდნენ ეს დაყლებული ნაცები, ამათ დებილი დედა შევეცი მე და ნაცი რაშვაშია, ნაცები რაშვაში არიან. შეგამსდელ მოწყნულო, ჩემი კი არა ეს. რუსთაველის სიტყვებია, ბოზი ნაცი. დიაცა ბოზი ნაცი და ნაცი ნიშნავს ტრაკს. რო იცოდეთ, უკანალს. და გაბოზებული ტრაკი ქალს დაღუპავსო. ამას ნიშნავს. სირებო, სირთაჯოგო. არაფრით უკეთესები თქვენ კოცებზე რა ხართ, მაგრამ
თქვენმა იმან რა ქვია ბელადმა ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი არ იცოდა და ახლა თქვენ რო ვეფხისტყაოსნის აფორიზმები იცოდეთ და თქვენ რო ვეფხისტყაოსანი გქონდეთ ბოლომდე წაკითხული ესაა გადასარევი და გასაკვირი ჩემი შემოქმედება არა მე არ მომიყენები ეს შეურაცხყოფა თქვენთვის ვეფხისტყაოსნისა ეს ბოზი ნაცი და ამ უციგნურებს აქვთ ესეთი რაღაცა აქვთ წარმოდგენილი რომ რუსებზე დიდი მტერი გარუსებული ქართველიაო ხო ეს საერთოდ ეს ნაცები ხო ნაცს რატომ შემივაყენე შეურაცხყოფა და თურმე რუსებს დაუვალებია თურმე გაჩვენებს ერთი კიდე მქონდა თურმე ეს რუსებმა დაავალეს ეს თურმე და რას ქვია მე ეს ზამით აი არა მაქვს ალბათ სკრინის ნუ მოკლედ თურმე ესო რუსებმაო დაავალესო თურმე ესე იგი რობერტ სტურუასო და თურმე რუსების დავალებითო თურმე მოქმედებდაო ესო რა ქვიაო რობიკა სტურუაო ამ ყველაფერშიო და ბიჭო რა მინდა რო გითხრა ერთი რაღაცის თქვა მინდა აი დაყლებულ ნაცებს მინდა მიმართო თქვენ ახლა საერთოდ თქვენ წიგნიდან შორს ახართ და საერთოდ განათლებიდან შორს ახართ მაგრამ რუსებს თავისი ცოდვები ეყოფათ ქართველებთან მიმართებაში და საქართველოსთან მიმართებაში და მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი ქართული კულტურის მიმართ ხას უსვამ რუსებს არასდროს ქონიათ შეურაცხმყოფელი არასდროს ქონიათ დამამცირებელი დამოკიდებულება პირიქით ისინი ცდილობდნენ ქართული კულტურისთვის ხელი შეეწყოთ ისინი ცდილობდნენ ქართული კინოსთვის ქართული მწერლობისთვის ყველაფრისთვის ხელი შეეწყოთ ზუსტად იქედან გამომდინარე რომ შემდეგ ეს ყველაფერი თუნდაც თავისთვის გამოეყენებიათ დიახ უამრავი მხატვარი უამრავი ხელოვანი ზუსტად რუსეთმა მისცა სივრცე და ვეფხისტყაოსნის მიმართ მიბრძანდით ბატონო გადახედეთ რუსთაველის ძეგლი დგას და არასდროს ეს არ ყოფილა უციგნურებო სირებო ჩამოყალიბებულო დოდოყლეებო ნაცებო არაფერ შუაში არ არის ეს და თუ ვინმემ გადაუარა ქართულ კულტურას და თუ საიდანმე მოხდა გადავლა ქართული კულტურის ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად დასავლეთიდან ეს ყველაფერი მოხდა იმ ლიბერალური სამყაროდან ნეოლიბერალური სამყაროდან რომელსაც ჭირის დღესავით ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და ზუსტად აი ამის დროს თუ არა ეხა უფროსი თაობის შეიძლება ზოგიერთისთვის უცნობი არის ეს ყველაფერი მაგრამ იყო ესეთი რუსი მწერალი ჩრდილოეთელი მწერალი იყო ასტაფეევი გვარად რომელიც საქართველოში ოტე იოსელიანთან სტუმრობდა მიიღო ყველაფერი ქართული პატივისცემა შენჭირიმე შენგენაცვალე აქეთ იქეთ ჩახუტება ყველანაირი ქართული კულტურის და ქართული ტრადიციების შესაბამისად დიდი პატივისცეს და როდესაც წავიდა საქართველოდან დაწერა ესეთი ნოველასავით რა ლოვლია პესკარიევ გრუზი ნუ ჭიჭყინების თევზაობა საქართველოში სადაც გაუფარავი ზიზღი გამოავლინა ქართული ადათის ქართული ტრადიციის ყველაფერი ქართულის მიმართ და მაშინდელმა ქართულმა საზოგადოებამ ისეთი პასუხი გასცა არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ არა ქართულმა საზოგადოებამაც რუსულმა საზოგადოებამაც მათ შორის ოსებმა ისეთი პასუხი გასცეს ამ ასტაფეებს რომ სამარეში ზუსტად აი ამის დარდით ჩავიდა და ასტაფეებს და ამათ რომ მიეყენებიათ შეურაცხყოფა ვეფხისტყაოსნისთვის იმ ფორმით
როგორი ფორმითაც რობერტ სტურუამ, ქოცებმა, ნაცებმა მიაყენეთ და გაათახსირეთ ყველაფერი ქართული, ალბათ ქართველების მაგერად ისინი ჩაქოლავდნენ. თორე დღევანდელი დაცემული ქართველობა ისე არის დაცემული, რომ თვითონ აგინებს სტუმარ-მასპინძლობას, თვითონ აგინებს ქალის როლს ოჯახში, თვითონ აგინებს ტრადიციას, თვითონ ასტაფეების ის ზიზღიანი დამოკიდებულება დღეს სრულად ჩამოყალიბებული არის როგორც სტურუაში, როგორც მთელს ამ უკნიდან განათლებულ ლიბერალებში და ასე მგონია რომ ზუსტად ასტაფეები არის ამათი მამა, როგორც ტროცკი არის ამ ნეოლიბერალების მამა და აი ამ სირებს რუსულ კულტურას, ქართული კულტურისთვის ზიანი არაფერი მოუტანია. პირიქით. მაგრამ ეს რო უნდა ილაპარაკო, ეს რო თქვა, ელემენტარული რუსული კულტურა უნდა იცოდე შენ თვითონ და რაღაცა დოსტოევსკი უნდა ჰქონდეს წაკითხული, რაღაცა ჩაიკოვსკი უნდა ჰქონდეს გაგონილი მაინც, რაღაც ჩეხოვის რაღაცა უნდა ჰქონდეს გადაშლილი, რაღაცა ტოლსტოი რაღაცა პუშკინი რაღაცა უნდა ჰქონდეს წაკითხული რა. მაგრამ თქვენ ავადმყოფები ხართ. როდესაც ვეფხის ტყაოსნის აფორიზმს რა მონაკვეთს გეუბნებით, კაცს დაღუპავს უგულობა და დიაცა ბოზი ნაცი, ნაცები რა შვაში ვართო, კაცო, რატო გლანძღავთ? ნაცებიო რა შვაში ვართო. მე არ ვამბობ, კიდე ერთხელ ვამბობ ამას. რუსთაველი ამბობს ამას. ნაცი ნიშნავს ტრაკს, უკანალს, თქვენ საყვარელ ადგილს, საიდანაც თქვენ ახართ გამომძვრალი. და ბოზი, ნაცი, დიაცის ბოზი, ნაცი ნიშნავს ქალის ბოზ უკანალს, გაბოზებულ ქალს. რაღაცა მინდოდა დასასრულისთვის, მაგრამ ხო. აი ესეთები შენ ვინ ხარ, ვის დაკარგვი ხარ, სულელების მჯღაბნელო, ვიღაც ერმილენ ემსაძევ, რას წარმოადგენ, რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, ასეთი ამდენი ყბედობის უფლებას რომ აძლევ თავს. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ამ კაცის მასდამი რომ არაფერი გიკეთებია, რა უნდა მეკეთებია შეყლეკალა. რა უნდა მეკეთებია რობერტო სტურუასავი? ქართველი ერის ხარჯზე უნდა მეცხოვრა. ქართველი ერის უნდა მესვა, მეჭამა, მეგულავა და მე უნდა ამდგარიყავი. ზვიად გამსახურდიასთვის ტყვია უნდა მესროლა. ეროვნული ხელისუფლების პუჩისტებისთვის მხარი უნდა დამეჭირა. მე მომჯდარიყავი. ის ქონება რაც თეატრს ქონდა და რაც იყო უნდა მეღუნა მედო ჯიბეში. უნდა ამდგარიყავი მე სიბერეში რომ მივედი და ესა რა ქვია იქაც საფლავში მიმავალსაც უკვე როდესაც ენერგია და ის არ მქონდა, აღარ შემრჩებოდა არაფერი, უნდა ამდგარიყავი და ინტელექტუალურად ბრჭყალებში, ჩემი კულტურის ფარგლებში უნდა შეურაცხყოფა მიმეყენებია ქართული კულტურისთვის და მისთვის რა ქვია, თითოეული ნორმალური ქართველისთვის, მისთვისაც ვეფხის ტყაოსანი წმინდა წიგნია. აი ესეთი ყლეკალები და ესეთი ყლეკაცები სად მოიხიკეთ თქვენი დებილი დედას შევეცი მე. სად მოიხიკეთ? სად? ან აი ესეთები, ან აი ასეთები რა. თურმე მე ხელოვნება არ მესვის, კომპეტენცია არ გამაჩნია თურმე თეატრთან დაკავშირებით და აი თქვენ ხო გაგაჩნიათ. ხო და ახლა ბიძინიჩები, სტურუიჩები, ვიცი, ეს ხალხი აბა სხვას რა სიტყვით. როგორ შეიძლება მე თურმე ეგეთი რაღაცა ვიკადრო და რობიკოს როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენო. მე გეტყვით ერთ რაღაცას. როგორც გითხარით, ხელწერა არის ეს ამათი. დააკვირდით თქვენ ეს ეგრეთ წოდებული წითელი ინტელიგენცია კიდე ერთხელ ხაზს უსვამ. აი რომ დაბერდა.
უკვე საფლავში რომ მიდიან გინდა არ გინდა ახლა სიკვდილს ვერ დაიჭირავს სიკვდილს აგზა ვიწრო ვერც აკლდოვანი მისგან გასწორდნეს ყოველნი სუსტი და ძალგულოვანი როდესაც მიდიან საფლავში აიღეთ გინდა რობიკოს ტურვა აიღეთ გინდათ ნანი ბრეგვაძე აიღეთ ნუ ლანა ღოღობერიძეზე ხო საერთოდ ლაპარაკის ზედმეტია აიღეთ ეს ბოზიშვილები აიღეთ თუნდაც ის ბუბაკი კაბიძე აგეღოთ აი ეს ნაგავი ყველას ერთი ხელწერა რატო აქვთ ყველას და რა ქვია ამ ხელწერას საფლავში მიმავლებმა კიდევ ისეთი დედამოტყუნობა უნდა ჩაიდიოს რომ ხალხმა ილაპარაკოს და რა იყო მთელი ამ ხნის მანძილზე ქეთი დოლიძე იყო ნანი ბრეგვაძე იყო ეს ლანა ღოღობერიძე იყო ვისი მხარდამჭერები იყვნენ ესე ხო არ გამახსენეთ ბოლოს გეი პარადების და ტრაკის მიცემის მხარდამჭერები იყვნენ ლოვეის იძახოდნენ ამ სიბერეში დაგავიწყდათ ყველა ერთნაირად და ვაიმე ნანი ბრეგვაძემ გვერდით დააგვიდგა ვაიმე ლანა ღოღობერიძემ ასე თქვა ვაიმე ქეთი დოლიძემ ასე თქვა არ ვიცი მე არ მინახავს ეს სპექტაკლი ქართულ დროშაზე აჰა ანანიზმით იწყება სპექტაკლი ხო გახსოვთ ეს ხალხი როგორ სიბერეში ტრაკიდან რო განათლდნენ და სიბერეში რო წითელი ინტელიგენცია რო ცისფერი ინტელიგენცია გახდა ხო გახსოვთ ეს მომენტი არაფერს არ აკეთებს განსხვავებულ სტურუაც მიდის დედამოტყნული იცის რომ მალე ჩაძაღლდება და ჩაძაღლებამდე კიდე აი საფლავში მიმავალი რო სხვასაც წაიყოლებს ცდილობს მაქსიმალურად მიაყენოს ზიანი და მაქსიმალური შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ კულტურას და ქართველ ერს გული ატკინოს ბოლომდე აი ამას აკეთებს და გამომივლიან ახლა მე აქ და ღირებულებაზე დამიწყებენ ლაპარაკს რომ ეს ყოფილა ღირებულება ბოზი არა ჩემო ძმაო აი ბოზი არა ქალბატონო ასტაფეევის ახლა მე ბევრი რამე არ მახსოვს და არ შოთა რუსთაველი მახსოვს მაგრამ წამიკითხია ასტაფეევის დაწერილი წაკითხული მაქვს და პასუხის დაწერილი წაკითხული მაქვს ოტია იოსელიანის და არა მარტო ოტია იოსელიანის სხვებისიც და ვიცი ის რეაქციები რა რეაქციებიც მოყვა მაგრამ ასტაფეევი თუ იყო ერთი იყო უამრავი გენიოსი რუსები მათ შორის პასტერნაკი და რა ვიცი ვინ რომელი ერთი გინდა ჩამოთვალა რომელიც ქართულ კულტურას აღმერთებდა მაგრამ ამათ ახლა არ ყოფნით ისა რა ქვია თუ რა ალბათ შეიძლება აწი ამობოჭონ ეს მაგრამ ზუსტად ისე აზროვნებს როგორც აზროვნებენ დღევანდელი ლიბერალები ასტაფეებს სხვა დამოკიდებულება არ აქვს ამ ყველაფრის მიმართ და აი ამის თქმა მინდა იცი საფლავში მიდიან რას მეკითხება ეს ხუმრობს შემოძმაო ეს ჩემი მეგობარი არის შოთიკო და ასეთი ხუმრობა ჩვევია ამას ხანდახან არ გალანძღოთ ამიტომ ეს შოთიკო გვიშენ ჩემი ძმაკაცია და მე ხუმრება ეს ბოროტი ხუმრობები ჩვევია ხანდახან პირიქით დღეს ველაპარაკე და სხვათა შორის ბევრი ლანძღა დააგინა თვითონაც ბიჭო რა გინდა ეხ შემოგესევა ხალხი და დაგიწყებს ლანძღვას მე ვიშვამ თვით ირონიას და ორი სიტყვით კიდე იმას ვიტყვი რომ ვინც კარგი რობიკოს ტურვა ასეთი დაბერდა და გამოსირდაო და გამოდედამოტყუნდაო და ბიჭო ის ხალხიო რომელი ხალხიცო ამ როლებშიო თამაშობდა ბიჭო ვინა იმ თეატრში ვის ხედავთ თქვენ დღეს მსახიობებს ვის კომედიის შოუს დონეს შუა ქალაქის შოუს დონეს იმის რა ქვია
ჩუცუდუს დონეს და აი ამ შვალს და აი ამ საბოზეს და საჩათლახეთს და საგარყვნილეთს რომლებიც რობიკოსნაირი ღირსეული ადამიანების რომლებსაც სულიერი მამა და შემოქმედებითი მამა ყავს ესა რა ქვია რობიკოს ტურუა სულიერი შვილები როგორ იქნებიან უკეთესები რა შეუბნება დათათოთაშხია იმის რა ქვია ჯონჯოლიას ამბავთან დაკავშირებით ხდელს დაიცავიო არ მოკლაო ერთი ჯონჯოლია ამოვიდესო ორი ჯონჯოლია ამოვიდესო და ამათი შვილების დარდი თუ გალაპარაკებსო ახლა უნდა მეხვეწებოდეო მოკალი ეს დედამოტყუნული ამას სული ამოხადეო რითი იქნება მამაზე უკეთესიო თუ ამაზო მისი შვილების გაზდა დარჩე ესო თუ ამათი შვილების გაზდადაც მისი შვილების გაზდადაცალდაო რობიკოს ტურუა მე გეტყვით სხვათა შორის ეს ძალიან ერთი მომენტია ეს დამპალი ბებერი ეს გარყვნილი ბებერი ხო 16 წლის და 17 წლის ბავშვ გოგოებს რო ეჩალიჩებოდა და ეპათხოდებოდა ეს ვითომ არავინ არ იცის თბილისში ყველაფერი კარგად იცის მაგის აყროლებული დედას შებეცი მე მაგისას ჯერიმ კაცის დედა მოვტყან თავისი ასაკი რო არ იცის და უმცროს გოგოს რო ეჩალიჩება და თავისი მას არ ხდება მერე და მეორე თანამდებობით და სახელს რო იყენებს ქალთან ურთიერთობაში რა კითხა ახლა რაცა რობიკო ისეთი არის ისა რა ქვია შალვარამიშვილი მამაშვილურად რო ეფერებოდა იმას რა ქვია ბავშვებს თურმე ხო და რითი გამოიზრდებოდნენ რობიკოს ტურუას მიერ აღზრდილი ბიონაგავები რომლებსაც ეყოფოდათ იმის ღირსება და იმის ვაჟკაცობა რომ კაცობა და ქალსქალობა რომ არ არის ეს იმ შესაბამისობის რომელიც შესაბამისობისაც შეიძლება იყოს გავბედოთ ჩვენ გაბედოს ვინმე და შექმნას და გადაიღოს და ფილმი გადაიღოს ან რამე გადაიღოს ან წარმოდგენა დადგას ვეფხის ტყაოსანზე არ ვართ ჩვენ იმ დონის და მით უმეტეს ეს არ არის ის დონის არა რას ამბობთ ხალხო რობიკოს ტურუა იღებს დგამს ვეფხის ტყაოსანს და იქ პირველი ქართველი ქალი იქნება ვინც ითამაშებს თინათინის როლს ძუძუებ გადმოყრილი და ტრაკ მოშიშვლებული თინათინი ამის როლზე ხალხო ვარ სიტყვა და კი არა ერთი მეორის მიყოლებით კონკურსი იყო გამოცხადებული და საკუთარ დედას იტყნავდნენ რომ ამ სპექტაკლში მიეღოთ მონაწილეობა საერთოდ ეგეთი რაღაცა მე ყოველთვის ეს რაღაცებს ვუყურებ იდეოლოგიური თვალთახედვიდან და საერთოდ საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის ნეოლიბერალიზმზე მეტი დამპალი და დაუნდობელი იდეოლოგია არ არსებობს. ეს იდეოლოგია ზოგიერთი ტომისთვის პირიქით კარგი არის და ტომს რომელსაც არაფერი შეუქმნია და ტომს რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია მათი არსებობის მანძილზე ერებს ვერ უწოდებ მე ასეთი მგენს პირიქით მათთვის აღებმიცემობის და კომფორტული ცხოვრების იდეოლოგია არის მაგრამ ქართულ ერს რომელსაც თვითყოფადი კულტურა აქვს თვითყოფადი ისტორია გააჩნია აბსოლუტურად ყველაფერი და ასეთი მდიდარი მისთვის აი ესეთი პამოიკის იდეოლოგია არის დაუძინებელი მტერი, რომელიც ანადგურებს შლის ყველაფერს და ქართველებს ასტანდარტებს რაღაცა ის დონემდე რა, ბიონაგავი სხვა სტანდარტიზებული ადამიანების დონეზე და პირველი შემაკავებელი, პირველი მტერი ამ ყველაფრისთვის არის კულტურა. ამას თავის დროზე ალენდალესი წერდა ძალიან კარგად. თავის დოქტრინაში როგორ უნდა მომხდარიყო აი ეს კონსერვატიული და ეროვნული სახელმწიფოების განადგურება და იქ იყო პირველი რამ თავარი სამიზნე იყო კულტურა იყო რომ რამენაირად უნდა მომხდარიყო და უნდა მოეხერხებიათ ის რომ გაერყვნათ გადაეგვარებიათ ყველაფერი ტრაგის მიცემაზე დაეყვანათ კულტურაში და კულტურის მსახიობებისთვის
ეს ხალხი შემდეგ ბუნებრივად ხდებოდნენ ამ იდეოლოგიის ექსპორტიორები. კინო, თეატრი, ყველაფერი ეს უნდა გამოსახავდეს ადამიანის ყველაზე დაბალ ქვენა გრძნობებს. ამას ამბობდა პირდაპირ ალენდალესი. და უნდა იყოს აკმავებული სექსის კულტი. მე მოხდება ყველაფერი. ტრაკიდან განათლებულებითაა ავსებული საქართველო. ტრაკიდან განათლებულებითაა ავსებული მთავრობა, პარლამენტი, ტრაკიდან განათლებულებითაა ავსებული ტელევიზია, ჟურნალისტები, ტრაკიდან განათლებულებითაა ავსებული ეგრეთ წოდებული თეატრი, სადაც არასდროს არ იყო გარყვნილების და გადაგვარების და ერთმანეთის ცოლების წართმევის და ერთმანეთის უკანალის მიცემის და ამის პრობლემები არასდროს არ არსებობდა ეს. ხელოვნებაში, არც ელჭყპტ-ობის პრობლემებიც არ არსებობდა არასდროს პრობლემაში. ხო თავისუფალი ხალხი ხო არის, ხო? აქ ახლა არის განსაკუთრებულად ჩაბუდებული ეს აყროლებული ხალხი და შეგვიეთ ხალხო იმაზრს, რომ თქვენი ქვეყანა ყველა ესე არის დაპყრობილი აი ესეთი ბიოლოგიური ნაგავის მიერ, აი ესეთი იდეოლოგიური ბიოლოგიური ნაგავის მიერ, რომელსაც ყავს მამამთავარი ბიძინა ივანაშვილი, აქ ადგილობრივი კოლონიზატორი და ყველა გადაგვარებული დედამოტყნული ქართველი არის ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში და ცნობადსახეებში და ასე შემდეგ. ამას გვაჩვენებს ეს ყველაფერი, სხვა არაფერს. ხო. აქ არაფერი სასწაული არ მომხდარა. აქამდე რო არ მოხდეს, ხოთა შორის იგი მიკვირს, მაგრამ ეთყობა რობიკა გასვენებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ბიოლოგიურ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ინახავდა ამ დიდების მწვერვალს და ამ დიდების მწვერვალზე ახლა საბოლოოდ ავიდა და ეს და ადგით გვირგვინი თავზე და ასკენით. და ერი კიდე რა ვიცი. ახლა მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, იცი? ერთ რაღაცას ვიტყვი. ჩვენ რო ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, ან რაღაც აი ხო გადახედეთ კომენტარებს 100-დან 99 დედის პროცს აგინებს. უნდა იქნას შექმნილი პეტიცია და უნდა იქნას მოთხოვნა შეეკრება აქცია ჩატარებული კულტურის სამინისტროსთან, კულტურის მინისტრის გადადგომით და ამ ყლეკალას გადადგომით და მოცილებით და გაყრეთ საერთოდ. ხან წარმოგიდგენია ზუსტად გამოსახურდია პერიოდში რომ ასეთი თეატრი დადგმულიყო და ასეთი რაღაცა მოხდარიყო. ის მართლა გახდებოდა პუჩის საფუძველი და რევოლუციის საფუძველი. არის აჰა აქეთ მივექანებით კი არა, აქ ვარ უკვე დიდი ხანი ამ ჭაობებში ვარ. აი ამის თქმა მინდოდა რა მეტი არაფერი. მეც გილოცავთ წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, ზნეობას და სარწმუნოებას, არასდროს არ ყოლია ისეთი მტერი, როგორიც ყავს 21 საუკუნეში. კულტურის მინისტრი უკნიდან განათლებული ყავს დიდი ხანია. ძალიან დიდი ხანია. ნორმალურმა ხალხმა არც უნდა იაროს თეატრში ზუსტად მაგისთვისაა მოწყობილი ეს ყველაფერი. ნორმალურ ხალხმა არ უნდა იაროს. იქ უნდა იაროს მათნაირმა გადაგვარებულებმა. საერთოდ ნორმალურ ხალხს არაფრის საშუალება არ უნდა მიეცეს. ნორმალური ხალხი იქ რომ მივიდოდა და ამას რო შეხედავდა, იქვე ატყდებოდა ერთი წივილი, კივილი, ლანძღვა, გინება, მკვდარცოცხლის გინება და ამ მკვდარცოცხლის გინების მერე ჩაიშლებოდა მაგათი ისა რა ქვია, წარმოდგენა. იქ კიდე ისეთი მაყურებელი იჯდა, რომელი მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე პროტესტს არ გამოხატავდა და ტაშს უკრავდა პირიქით და ამას ხელოვნების შემოქმედების წვათ აღიჩინო. ერთმა კულტურის სფეროსთან მქონდა ახლო კავშირები და ერთ მომენტს გავიხსენებ ახლა და დავამთავრებ ნამდვილად. ესე იგი ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო დიდი მოქანდაკე მხატვარი კაცი და ჩემი ძმა ხატავდა და მეც ახლა ხშირად დავდიოდი ამ მოქანდაკეებთან, ხატრებთან, უამრავი მეგობარი მყავს ამ სფეროდან და აცხონოს ღმერთმა მისი სული კაკო
კაკო კიკვაძე იყო. ეს პიროვნება გაიხარეთ ჩემო კარგებო ჭეშმარიტად, თუმცა ჯერ აღდგომა არ დამდგარა. ცეცხლის გადმოსვლა არ ნიშნავს, რომ აღდგომა დადგა. და მოკლედ რატომ მინდა რა ახლა ამის მოყოლა რა? ქუთაისში იყო ეს და იყვნენ ახლა იქ სხვადასხვა შემოქმედები და იყო ერთი სვანი ბიჭი იყო და ის ამბობდა ეს რაღაცას, რომ ბატონო კაკო შეხედეო რა გავაკეთეო თავისუფლად მუშაობის საშუალებას რო აძლევდა. რა გავაკეთეო და თამარ მეფეო კრესლოში. აი ეს იყო ძალიან იუმორით ახსავსე კაცი. ძალიან საყვარელი ცოტა ისეთი ლაპარაკის მანერა ქონდა, ასეთი აცხონოს ღმერთმა მისი სულიდან. სვენი ბიჭო, რამდენჯერ გითხარი? დაანები ამ ისტორიული გმირების შემოქმედებას თავი. შეშვი არა ეს შენი საქმე. სად თამარ მეფე და სად კრესლო? მე რო ახლა თავზე გვირგვინი დამადგა დავით აღმაშენებელი ვიქნები? ისი არა ეს არც თამარ მეფე და არც ისაა კრესლო. ხო და რაშია საქმე იცი? ასი არა ჩემო კარგებო, ეს არც ვეფხისტყაოსანი. ესაა ჩვეულებრივი პორნოგრაფიული შოუ. ამიტომ თანაც ძალიან უხარისხო. ამიტომ ჯობია პორნოგრაფიულ შოუზე წახვიდეთ, ვიდრე ასეთ საბანძეთში წახვიდეთ და ამას უყუროთ. იქ მაინც გაიგებთ რაცა. დაგემშვიდობებით ახლა კარგად ვზამდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.